21 მარტს, ანუ ხვალ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 108 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბატონი ელდარ ბუბულაშვილი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მოხსენებელი სწორედ ამ კონფერენციის. ბატონო ელდარ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა თქვენი დროისთვის. Როგორც აღნიშნეთ, ჩვენ შესავალში ხვალ გაიმართება კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ჩვენ ვიცით, რომ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ისტორიას განსაკუთრებით, ყოველთვის აღინიშნება ხოლმე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩვენი პატრიარქის კურთხევით და აკადემიის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ძალისხმევით. ხვალიდან კონფერენციაზე მინდა გკითხოთ, რა თემებს შეეხებით, რა საკითხებს შეეხებით, რაც ავტოკეფალიას უკავშირდება ბუნებრივია და ვინ იქნებიან მომხსენებლები. დიახ, სწორად აღნიშნეთ, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყოველთვის ეხმაურება იმ ძვირფას თარიღებს, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ისტორიას ეხება, არამედ საქართველოს ისტორიას და ქრისტიანის მოვლენას. და ამით აგრძელებს იმ ტრადიციას, რაც თავი დროზე პატრიარქმა დაუსახა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. რაც შეეხება ხვალ კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, პირველი მოხსენებელი გახლავთ მისი მაღალყოლა უსამართლობა მეუფე ანანია ჯაფარიძე, რომელიც ისაუბრებს ზოგადად ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკლესიაში, რა მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი მოხსენება ეხება მძიმე პერიოდს, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და რა მძიმე შედეგები გამოიწვია. ბატონი სერგო ვარდოსანიძის მოხსენება ეხება ავტოკეფალიის აღდგენას და ბრძოლას მისი აღიარებისათვის. ამ მოვლენაში, ამ მოხსენებაში ყურადღება გამახვილდება ასევე იმ ფაქტზე, რომ 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის სოფლიო პატრიარქმა დაადასტურა საქართველოს ისტორიული ავტოკეფალია და სხვათა შორის 35 წელი გავიდა ამ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხებზე იქნება საუბარი. დიახ, ბატონო ელდარ, ჩვენ ბუნებრივია კონფერენციას კვლავ დაუბრუნდებით. მანამდე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკლესია არის უძველესი სამოციქულო ეკლესია, რომელიც ავტოკეფალურია მე-5 საუკუნიდან, ვახტანგ გორგასლის დროიდან და სწორედ ამ დროიდან მართავს მას კათოლიკოსი, მე-11 საუკუნიდან უკვე კათოლიკოს პატრიარქი, თუმცა 1811 წელს რუსეთი აუქმებს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეგზარქოსები მართავენ საქართველოს ეკლესიას. შემდგომ უკვე 1917 წელს 25 მარტს, ძველი სტილით 12 მარტს, სვეტიცხოველში გამოცხადდება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა. რა უძღოდა წინ ამ ისტორიულ და მეტად მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენი ეკლესიისთვის, ამაზე რომ გვესაუბროთ? მოკლედ შევეხები მხოლოდ იმ ფაქტს, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ 1811 წელს და 14 წელს დასავლეთ საქართველოში გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია, ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო ავტოკეფალიის გაუქმება. ისტორიულად საქართველოს ეკლესია ასრულებდა ძალიან დიდ როლს, რამაც განაპირობა ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრება. და სწორედ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ აი ეს პროცესი მოისპო. რაც შეეხება თვითონ რუსეთის ეკლესია ამ დროს ფაქტიურად აღარ არსებობდა. პეტრე პირველი დროიდან გაუქმებული იყო რუსეთის საპატრიარქო და რუსეთის საპატრიარქოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო დაწესებულება რუსეთის უწმინდესი სინოდის სახელით, რომელსაც მართავდა ობერპროკურორი, საერო პირი. ამ სინოდში შედიოდა 4 მუდმივი წევრი და 3 იმპერატორის ნებართვით ინიშნებოდა. და ეს დაწესებულება იყო სახელმწიფო დაწესებულება და
რუსეთის იმპერიული პოლიტიკას ახორციელებდა. ეკატერინე მეორემ ეკლესიას წართვა მიწები და საეკლესიო ქონება და სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხა და სასულიერო პირები ამ პერიოდში ხელფას ღებულობდნენ სახელმწიფოსაგან. ესე იგი სახელმწიფოს პოლიტიკის ინტერესებს ატარებდნენ და სწორედ ასეთ ესე იგი დაწესებულებას დაექვემდებარა საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ და საქართველოში შეიქმნა საეგზახოსო და ეს ეგზახოსის პირველი ეგზახოსი იყო ქართველი ვარლამ ერისთავი, რომელიც სხვათა შორის გატარებული რეფორმა დაედო საფუძვლად პირველ ესე რეორგანიზაციას საქართველოს ეკლესიისას და შემდგომ რუსი ეგზახოსები ინიშნებოდნენ და მთელი 17 წლის მანძილზე ახდენდნენ საქართველოს საეგზახოსოს რეორგანიზაციას ის რომ მორგებოდა კარგად რუსეთის იმპერიულ ინტერესებს. ძალიან მძიმე შედეგი გამოიღო ამან. ესე იგი წირვა ლოცვა შერეულ მრევლში საეკლესიო სლავურ ენაზე სრულდებოდა. ხოლო ქართულ მრევლში სრულდებოდა ქართულ ენაზე. რაც შეეხება მონასტრების წინამძღვრებად, რუსი პიროვნებები ესე იგი დანიშნეს აქ ქართველ სასულიერო პირებზე კაცრი მეთვალყურეობა იყო დადებული. მიუხედავად ამისა, დასაწყისიდანვე ქართველი სასულიერო პირები და ქართველი საზოგადოება არ შერიგებია ავტოკეფალიის გაუქმებას და პერმანენტულად მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე ეროვნულ გამართვასთან მოძრაობაში ისინი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ. თუნდაც გავიხსენოთ 1819 წლის დასავლეთ საქართველოში საეკლესიო აჯანყება, 1832 წლის შეთქმულებაშიც მონაწილეობდნენ, მაგალითად ფილადელფოს კირკნაძე სასულიერო პირი იყო, რომელიც ერთ-ერთი იდეური მომხრე იყო. მაგრამ გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სასულიერო პირებს შემოიღეს რუსული ეკლესიისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ეს რა იყო? ესე იგი რუსეთში წირვა ლოცვის ან სხვა სასულიერო ესე იგი რელიგიური აღსრულებისათვის ფულს იხდიდნენ. ზიარება იყო ეს, აღსარება იყო, მიცვალებულის გაპატიოსნება თუ სხვა. აი ეს ტრადიცია, საქართველოში ასეთი ტრადიცია არ არსებობდა, ძირითადად შემოწირულობების ხარჯზე იყო. ამიტომ გაუცხოდა. ეს შეეხო ასევე საეკლესიო არქიტექტურასაც. რუსეთი ამ დროს აშენებს რუსული სტილი ეკლესიის სტილისათვის დამახასიათებელი ეკლესია მონასტრებს, ზოგიერთი ეკლესია მონასტრის გადაკეთებაც კი მოხდა. მაგალითად დიდუბის ეკლესია გადააკეთეს და რუსული სტილის ცენტრად აქციეს და ამას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. საინტერესო იყო, რომ 1859 წელს, როდესაც კავკასია დაიმყრო რუსეთმა და შამილი დაატყვევა, დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილს ღუნიბში დაატყვევეს ის, ღუნიბის მოედანი მოწოდეს და აქ ააშენეს შემდგომ მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ორსართულიანი უზარმაზარი ეკლესია და ეს ეკლესია ითვლებოდა როგორც კავკასიის დაპყრობის სიმბოლოდ. აი ესეთი იდევნებოდა ქართული საეკლესიო გალობა, სწავლა დაწესდა, შემოიღეს თბილისის სასულიერო სემინარია, რუსული იყო, სწავლა განათლება, სასულიერო განათლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და ეს პროცესები ძალიან რთული პერიოდი იყო როგორც საქართველოს ძალიან ძიმე მოქმედებდა და ამიტომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი იაკოვ გოგებაშვილი თავიანთ პუბლიცისტურ წერილებში ამხელდნენ ცარიზმის საეკლესიო ანტიქართულ და ანტისაეკლესიო პოლიტიკას და მათ შემოქმედებაში. სწორედ ამ დროს ჩდება მამული ენა სარწმუნოება 1861 წელს, როდესაც ილიამ ფართო მოძრაობა გაშალა ამ მხრივ. ავტოკეფალისტური მოძრაობა გაძლიერდა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც ვიცი. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ავანგარდში იდგნენ, ასე ვთქვათ, ავტოკეფალისტური მოძრაობის და ჩვენ ვიცით, რომ მათი ღვაწლი განსაკუთრებულად არის დაფასებული საქართველოს ეკლესიის მიერ და ბევრი მათგანი წმინდანად არის შერაცხული სწორედ ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ. მე-19 საუკუნის განმავლობ მეორე ნახევარში თუ კი ესე ეკლესიის უფლებებისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა, მაშინ
პოლიტიკური პროცესი არ იყო ისე მომზადებული, რომ ავტოკეფალია აშკარად მოეთხოვა. თუმცა 90-იან წლებში, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ეს პროცესი პირველად ავტოკეფალის საკითხი დააყენა კალისტრატე ცინცაძემ, რომ საქართველოს ისტორიულად ქონდა ავტოკეფალია და ჟურნალშიც ქვეყნდებოდა გაგრძელებების სახით, თუმცა აკრძალეს მე ამის დაბეჭდა, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთში უკვე რევოლუციური სიტუაცია მომზადდა და 1905-7 წლის რევოლუციის დროს უკვე ქართველი სასულიერო პირები, მათ შორის ესე იგი საერო პირები, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ისინი აქტიურად ჩაებდნენ და უკვე 1905 წლის დასაწყისიდან დასავლეთ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელმა საეკლესიო კრებად ჩაატარეს, მიმართვა გაუგზავნეს, მე აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებამ გაგზავნა მიმართვა რუსეთის უწმინდეს სინოდში და იმპერატორსაც გაუგზავნეს, ასევე გააკეთეს გურიის და სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრებმა და დაიწყო ავტოკეფალისათვის ბრძოლა. ისტორიული ფოტო გვაქვს კადრში. ეს არის სწორედ 1917 წლის საეკლესიო კრების ჩატარების შემდეგ გადაღებული ფოტო და აქ არის სწორედ დელეგატები პირველი ამ საეკლესიო კრებისა. დიდი გამბედაობა და სიმამაცე სჭირდებოდა ბუნებრივად. რა თქმა უნდა, მაგრამ რუსეთს რევოლუციური მოძრაობის გამო უჭირდა და ამიტომ მან გადაწყვიტა დათმობაზე წასულიყო, მაგრამ პირველ რიგში უნდოდა ჯერ ქართველი დაენიშნათ ეგზახოსად, ეს არ გამოვიდათ. ამიტომ ესე იგი მომავალი საეკლესიო კრება უნდა ჩატარებულიყო რუსეთში და გადადეს ეს საკითხი მომავალი საეკლესიო კრების საქმე ის გახლავთ, რომ თვითონ რუსეთში დაიწყო მოძრაობა საპატრიარქოს აღდგენის გამო. და 1906 წელს წინარე სათათბიროს ხდომაც კი მოიწვიეს, აქ მიწვეულიყო კირიონი, ლევონიდე და სხვა საერო პირები, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვაებიც. ისინი ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს ქონდა ისტორიული ავტოკეფალია და ეს აუცილებლად უნდა აღდგენილიყო, მაგრამ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ არ იყო ქართველებისათვის სასარგებლო და გადაიდო ეს საკითხი. თუმცა ქართველებს უკან არ დაუხევიათ და შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო ძლიერდება. თუმცა რუსეთის ცარიზმი დიდ ზეწოლას ახდენდა ავტოკეფალისტების მიმართ. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა 1908 წელს, როდესაც ნიკონი მოკლული იქნა ეგზახოსი, დააბრალეს ავტოკეფალისტებს, მათ შორის კირიონს და ამბროსი ხელაიას და ისინი საქართველოსთან ასე კი გააძევეს და თუმცა გამოძიებამ არ დაადასტურა მათი ესე იგი როლი ამ საქმეში და ასე შემდეგ. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ რუსეთში ავტოკეფალის აღდგენის აქტი გვაქვს. დიახ. ესე იგი საინტერესო გახლავთ, რომ სანამ რუსეთში მეფის ხელისუფლება არ დაემხო, ეს მოხდა 1917 წლის 27 ფევრალს, ამის შემდეგ ქართველმა ავტოკეფალისტებმა დაიწყეს ბრძოლა აქტიურად და სწორედ აი ამ პროცესმა მისცა საშუალება, რომ 1917 წლის 12 მარტს ძვლის დილით მცხეთაში შეიკრიბა ქართველი საზოგადოება სასულიერო პირებთან ერთად და აქ გამოცხადებული იქნა აღდგენილად საქართველოს ეკლესიის. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალი აღდგა, თუმცა არ მომხდარა მისი აღიარება ადგილობრივი ეკლესიების მიერ და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 1953 წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და აი უკვე 60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პატრიარქი ილია მეორე არის მღვდელმთავარი შემოქმედელი და იმყოფება როდოსზე და ხელმძღვანელობს დელეგაციას, სწორედ მაშინ საქართველოს ეკლესია მოიხსენიეს ავტონომიურ ეკლესიად, ხომ და ამას მოჰყვა პატრიარქის პროტესტი მაშინდელი მღვდელმთავრის შემოქმეdelis და როდესაც დაბრუნდა საქართველოში და მოახსენა პატრიარქ ეფრემს უკვე შემოქმედებელმა მიტროპოლიტმა ილიამ დაიწყო საბუთების მოძიება რაც უკავშირდებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და როგორ გაგრძელდა ეს პროცესი, რომელიც დაგვირგვინდა შემდგომ 1990 წელს 4 მარტს უკვე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღიარებით. კი ბატონო, მოგახსენებთ, ეს ძალიან საინტერესო საკითხი გახლავთ. 1900 ესე ერთი ავტოკეფალის აღდგენა და მეორეა მისი აღიარება. საერთაშორისო ეს კარგად იცოდა და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებმა მღვდელმთავრებმა
და კირიონი როგორც კი კათალიკოსი გახდა 25 სექტემბერს კირიონის ესე წერილი გაკეთა ეპისტოლე აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების მიმართ 25 სექტემბერს აქვე დაიწერა წერილი კიდევ ოქტომბერში და ნოემბერში რომის პაპის მიმართ და სომეხთა კათალიკოსის მიმართ. ეხლა ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხს. იქ წერილში ეს ზოგადი წერილი იყო, თუმცა ჩვენ ძალიან საინტერესო დოკუმენტური მასალები მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და თუ რატომ არ ცნეს 20-იან წლებში და ამ დოკუმენტური მასალების გამოქვეყნებას ვაპირებთ ამჟამად. იქ ძალიან საინტერესო პროცესები არის და ძალიან მნიშვნელოვანია თუ რატომ და რა ზიანი მოუტანა ამას საქართველოს ეკლესიამ და რომლის შედეგებს ახლაც ვიმკით ჩვენ. საქმე გახლავთ შემდეგში. ესე იგი რუსეთის ეკლესიამ აღდგა იქაც პატრიარქობა, იქ ტიხონი იქნა არჩეული, არცნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და მან ტიხონმა 1917 წლის 29 დეკემბერს საყვედურის ეპისტოლე გამოუგზავნა ქართველებს და სხიზმაში დადო ბრალი და ევქარისტიური კავშირი გაწყვეტა. მანამდე კი ესე იგი რუსეთის ეკლესიამ ესე იგი ქართველ მართლმადიდებელ მრევლს მოუწოდა რომ არ მიიღოთ მონაწილეობა მათ წვირვალ ლოცვებში, რადგან და ქართული ეკლესია მადლ ესე ცოდილად გამოაცხადა და განაცხადა თუ კი მიიღებთ თქვენ ჯოჯოხეთში მოხდებით. აი ასეთი ეპისტოლეები. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს საინტერესო ცნობა რომ მან მიმართა რუსეთის ეკლესიამ მართლმადიდებლურ ეკლესიის მეთაურებს არ ეცნოთ საქართველოს ეკლესიის ესე იგი ავტოკეფალია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის დოკუმენტები გვაქვს და მალე იხილავს მკითხველი ამ დოკუმენტებს. საქმე ის გახლავთ რომ ამის შემდეგ გაწდა, თუმცა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ბევრს ეცადნენ რუსეთთან მოეგვარებინათ საკითხი. რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეს, შემდგომ ეს ზოგადი შინაარსისა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გაიგზავნა ესე იგი 1918 წლის აგვისტოში მიიღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ესე პასუხი არ გასცა. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მაგალითად თამარ მესმა რომელმაც საინტერესო მასალები მოიძია ესე იგი ტრაპიზონის მიტროპოლიტის ქრისანდოსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და ხსნის იმ ფაქტით რომ თვითონ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დაძაბული ურთიერთობა იყო. მაგრამ ჩემი აზრით ახალი დოკუმენტები არ გვაძლევენ ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას. საქმე გახლავთ შემდეგში რომ ესე იგი ეს ქრისანდოსი საქართველოში გამოგზავნეს. ჩამოდის საქმე ის იყო რომ საქართველოში იყო ტოლვილი პონტოელი ბერძნები და გარდა ამისა ქრისანდოს დაევალა შეესწავლა საქართველოში შექმნილი ვითარება. 1919 წელს კირიონი უკვე გარდაცვლილი არის, ჩამოდის ის საქართველოში და ამ დროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უგზავნის მას დეპეშას და თხოვს რომ ინახულოს საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები. ეს ქალბატონმა თამარმა გამოაქვეყნა თამარ მესხმა ამის შესახებ ცნობები და გაეცნოს შექმნილ ვითარებას. ბატონო ელდარ, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. ბევრი დრო არ გვაქვს და ამიტომ აი 1990 წლის 4 მარტის მნიშვნელობაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც მოხდა აღიარება საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის და გადმოგვეცა ორი ტომოსი, რასაც წინ უძღოდა ჩვენი პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეურის მრავალწლიანი ძალისხმევა, შრომა, ღვაწლი და ჩვენ ვიცით რომ პატრიარქი ყოველი ოფიციალური ვიზიტისას აყენებდა საკითხს საქართველოს ავტოკეფალიის აღიარების შესახებ და მას ამ ბრძოლაში ამ ძალისხმევაში გვერდში ედგნენ ასევე სამეცნიერო წრის ცნობილი წარმომადგენლები და მათი ღვაწლი ასევე არის ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი. რა მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ აი ამ ორ ტომოს და ამ აღიარებას, რომელიც მოვიპოვეთ 1990 წლის 4 მარტს პატრიარქის ძალიან მნიშვნელოვანი გახდათ და ძიმე შედეგები იყო და თვითონ უწმინდესი და მაშინ შემოქმედელი ეპისკოპოსი გახდათ, როდესაც როდოსის მართლმადიდებელი ეკლესიათა წარმომადგენლების თავმჯდომარეს ესწრებოდა და სწორედ აქ დააყენა, მაგრამ ანგარიში არ გაუწიეს, რის გამოც როგორც ბატონი როენი მეტრეველი აღნიშნავს, დატოვა პროტესტის ნიშნად და ამან დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
პატრიარქი და სხვათა შორის ძიმე შედეგი იყო არა მარტო ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით, არამედ დიპტიხთან დაკავშირებით. როდესაც ოფიციალურად არჩნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ჩვენი ისტორიული ადგილი, რომელიც ჰქონდა ჩვენ მონიჭებული უძველესი დროიდან, 1920 წელს სერბეთის ეკლესიას განუწესა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. 25 წელს 1925 წელს ბულგარეთის ეკლესია 1907 ადგილი რუმინეთის ეკლესიას განუწესა მე-7 ადგილი. მე-8 ადგილი განუწესა 1953 წელს ბულგარეთის ეკლესიას. და ამიტომ ეს უხერხულობას ქმნიდა და როდოსის კრებაზე სწორედ დიპტიხის საკითხიც მოგეხსენებათ რიგობითობის მიხედვით უნდა დამზადიყო და ესეც მოშლილი იყო. და სხვათა შორის 1967 წელს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო დოკუმენტი ეფრემ კათალიკოსი წერილს მაშინდელ საბჭოთა ესე მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის წმუნებულს და ამ თან ურთავს მას თბილისის სამების ტაძრის მღვდლის ივანე საყვარელიძის წერილს. ივანე საყვარელიძეს თურმე 1946 წელს წერილი გაუგზავნია ამ საკითხთან დაკავშირებით ბრეჟნევისადმი, გენერალ მდივნისადმი, პოდგორნისადმი, კოსიგინისა და ჯავანაძისადმი. სადაც ის საღვედურობს ხელისუფლებას, რომ საქართველოს ეკლესია ასე მძიმე დღეში არ ყოფილაოდა თვითონ ჩვენი ავტოკეფალიის საკითხი და მსოფლიოს აღიარების საკითხი არ გაგვაჩნიაო და იმის საშუალებაც არ აგვაქვს მატერიალური რომ ჩვენ ეს გავიტანოთ მსოფლიოშიო და ეფრემი თავს იმართლებს ხელისუფლების წინაშე რომ საყვარელიძემ ეს წერილი ჩვენი ნებართვის გარეშე გაგზავნა. პატრიარქი როდესაც უწმინდესი და უნეტარესი 1967 წელს პატრიარქი გახდა, სწორედ დღის წესრიგში დადგა ამ საკითხის ესე იგი აღიარების საკითხის ბრძოლა დაიწყო მან და 1979 წელს იგი იყოფოდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქთან ვიზიტად და სწორედ აქ გადაჭრით დასვა საკითხი, რომ საბოლოოდ ეს საკითხი მოგვარებულიყო და დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც 11 წელს გაგრძელდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათ მოითხოვეს დოკუმენტები, დამადასტურებელი დოკუმენტები იმისა, რომ საქართველოს εκκλესიას ჰქონდა თუ არა ისტორიული ავტოკეფალია. და შეიქმნა 4 გვერდიანი ისტორიული ნარკვევი. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო, რომ ამ საქმეში პატრიარქმა იხმო და დაიხმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინ ცნობილი მეცნიერები ქალბატონი მარიამ ლორთქებანიძე, ბატონი ნოდარ ლომოვრი, ბატონი როი მეტრეველი და სხვები შეაგროვეს ეს მასალა. და ბაბილინა ლომინაძე. ქალბატონი ბაბილინა ლომინაძე და სხვები შეაგროვეს ეს მასალები, ითარგმნა და რამდენიმე შეხვედრა მოხდა ამასთან დაკავშირებით. იყო იქ რა თქმა უნდა წინააღმდეგობები თვითონ კულუარული ინფორმაციებიც ჩვენთვის ცნობილი არის, იმიტომ რომ თვითმხილველები ამ ამბებისას ყავს და მაგრამ ეს საკითხი პატრიარქის დაჟინებული მოთხოვნით ესე გადაწყდა და 1990 წლის 20 იანვარს სინოდმა მსოფლიო საპატრიარქო სინოდმა განიხილა ეს საკითხი და 1990 წლის 4 მარტს გადაეცა ორი ტომოსი ესე სიგელი, ერთი თვითონ ავტოკეფალიის ცნობის შესახებ, რომ ისტორიული ცნობის შესახებ. სხვათა შორის ჯერ კიდევ 1930 წელს ძალიან საინტერესო ფაქტს ემიგრაციაში მყოფი ექვთიმე თაღაიშვილი წერს. ჩვენ ის კი არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ისტორიული ავტოკეფალია გქონდა. ეს ისედაც გქონდა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დღევანდელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის, რომ ჩვენ აღდგენილი ავტოკეფალია გვცნესო. და მაგრამ და მეორე საპატრიარქოს ტიტულის შესახებ ეს მოგვეცა, მაგრამ და დაგვიბრუნდა მირონის ხარშვის უფლება, ხო, ისტორიული. იქ იყო წინააღმდეგო როგორც კულუარული ინფორმაციით ჩემთვის ცნობილია, სოფლიო საპატრიარქო ამ ტომოსების გარდა მოითხოვდა, რომ მირონი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან წაიღო. რაზეც პატრიარქი დიდი წინააღმდეგობა შეხვდა პატრიარქისაგან და ამიტომ მოითხოვეს, რომ მირონს უძველესი დროიდან აკურთხებდნენ საქართველოში და ეს ბუნებრივია ჩვენ ისტორიულადაც გქონდა. აქ დადგა საკითხი დიპტიხთან დაკავშირებით. დიპტიხთან დაკავშირებით საკითხი ვერ გადაიჭრა.
და მათ განაცხადეს, რომ ეს საკითხი მომავალ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო და ამიტომ კონსტანტინოპოლის დიპტიხის მიხედვით ჩვენ მე-9 ადგილი გვიკავია, თუმცა ჩვენ და რუსეთის ეკლესია და ზოგიერთი სხვა ეკლესია ჩვენს ისტორიულ ადგილად მე-6 ადგილს მიიჩნევს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელდარ. წელს 35 წელი გავიდა ხომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალის აღიარებიდან. შევახსენებთ მაყურებელს, რომ სწორედ ხვალ გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენასთან დაკავშირებით კონფერენცია, რომელსაც შესავალი სიტყვით გახსნის აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მომხსენებლები იქნებიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მანგლისისა და თეთრისწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ასევე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ბატონი ელდარ ბუბულაშვილი, რომელიც დღეს იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.